ძალიან რთულია, როცა იღვიძებ და იცი რომ არ ძინავს მას სახლში და არ ვიცი სად როგორ პირობებში ძინავს. თქვენი რწმენით და რისიც გჯერათ, რატომ ზისახლა თორნიკე ციხეში? როცა აქციებზე სიარული დაიწყო, მე ვუთხარი, რომ არ გაისროლო ქვა, არ მიაყენო შეურაცხყოფა არავის. ახლა როცა თორნიკე არის ციხეში, თქვენი 25 წლის შვილი. სამშობლოს სიყვარულისთვის? რატო? აი რატო? კითხვას დაუსვამდი, აი რატო? რა დავაშავეთ ჩვენ? დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მოხვედით ჩვენთან ქავატონო მარის. რთული ალბათ დედას რომლის შვილიც არის ციხეში კითხო როგორ არის ის, მაგრამ მაინც დაგისვევთ ამ კითხვას. თქვენი შვილის თორნიკე გოშაძის დაკავებიდან ეს პირველი ელდა მაინც ჩავლილია, თუმცა ვხედავთ როგორ გრძელდება სასამართლოები, ჯერ პროცესი წინ არის, მაგრამ აი თქვენ როგორ ხართ? მეც მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. მოლოდინი რო გითხრათ როგორი მაქვს, ელდა იყო ძალიან მეტრო დაძინებული ბავშვი 12-მა პოლიციელმა სახლში კარების შენგრევით ფეხზე წამოახტუნეს. დღემდე გოგონას დღემდე ეშინია რაღაცეების მირეკავს დედა გამოიხედე მანქანა ხო არ დგას კარებზე რამე სამსახურიდან გვიან მოდის ხოლმე. მაგრამ მართლა გადაიარა ამ პირველმა შოკმა. მე მივხვდი მაშინ სამსახურში ვიყავი, რომ ეს იქნებოდა აქციის გამო, იმიტომ რომ მე გავზარდი ძალიან კარგი შვილი, რომლის გამო არასოდეს არ მოხვედრილა პოლიციის კარებზე და ამიტომ ვიცოდი, რომ ის არაფერს დააშავებდა. და სულ ვეუბნეოდი, რომ თორნიკე შენ თუ რამე პრობლემა შეგექმნება, არავისთან არა თქვა, თქვი ჩემთან, იმიტომ რომ დედა ყველაზე კარგი ადვოკატია ამ დროს და ყველა დედა თავის შვილს გვერდით დაუდგება და ვიცოდი, რომ მას დანაშაული არაფერი არ ეკნებოდა. როცა აქციებზე სიარული დაიწყო, მე ვუთხარი, რომ არ გაისროლო ქვა, არ მიაყენო შეურაცხყოფა არავის. ყველა ეტყვის ალბათ ამას, მაგრამ გამოიწვია პროტესტმა, ახალგაზრდა არის. ყოველ წუთში ვაკონტროლებდი, რომ ეშინო და მეთქი არ დაიჭირონ პოლიციელებმა და არ სცემონ, იმიტომ რომ ალბათ მე არასოდეს ხელი არ ამიწევია შვილზე, არც ერთზე. ისე გაიზარდნენ და ალბათ ეს შიში იყო, რომ ცემატყებას არ იყვნენ მიჩვეულები. ღელავდით ისე რომ დადიოდა აქციებზე? კი, არ მეძინა საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ მე 99 წლის 9 აპრილის მერე სულ აქციებს დავდივარ, როცა არ უნდა იყოს. და ზვიადგამსახურდიას დროს რამდენჯერ სისხლიანი ტანსაცმლით სახლში მივსულ ვარ, ვიღაცა რომ დაუჭრიათ. მაგრამ მეშინოდა, რომ და სულ ვაფრთხილებდი, ყოველ წუთში მომწერე, რომ კარგად ხარ, მომწერე, რომ კარგად ხარ. 1-2 წიხლი მოხდა გმირთა მოედანზე, უკვე სახლში მოდიოდა გამთენიას და რა ბუჩქებიდან ამოხტონენო თქვა და დამიჭირესო და 1-2 წიხლი მოხდა და ვიღაცა ბიჭმა უშველა, რომ პოლიციელს თურმე დაახტა უგნიდან და ამას უთხრა გაიქეციო, ალბათ ახლა მაინც გამხდარი კაფანდარა ბიჭი. სახლში ნამდვილად არ ველოდი, უბრალოდ როცა გავიგე, რომ პოლიცია დგას შენეზოში, მეზობელმა დამირეკა სამსახურში ვიყავი, სადა ხარ, მოდი სასწრაფოდ სახლში, შენი ეზო სავსეა პოლიციელებით. და შემოვიდნენ წყალკანალის ფორმით, თურმე. ერთი დაყავს სპეციალურად წყალკანალის ფორმა აცვია და აი ესე წიხლით შეაგრიეს კარები შევარდნენ სახლში, საკუთარ ეზოში ვცხოვრობ მე. და ბავშვი გოგონა თურმე შეშინებული ხო არ აცვია პოლიციის ფორმა ვინ არის. და მე როცა მეზობელიც შემოყოლია და უთქვია, რომ რატო არ გაცვიათ მაშინ პოლიციის ფორმებიო, მე დაუძახნიათ, რომ ჩაიცვით ფორმებიო. და მე რომ მივედი უკვე ეცვათ რა თქმა უნდა ფორმები, არ მიშვებდნენ ჩემ სახლში. მე ვთხარი ეს სახლი არის ჩემი და არა თქვენი და მე შემოვალ ჩემ სახლში მეთქი. რატო იყო 12 პოლიციელი დაძინებული ბავშვისთვის, ერთი კაფანდარა ბიჭისთვის საჭირო არ ვიცი. არის თორნიკე ძალიან კეთილი, ძალიან თბილ ყავს უამრავი გოგო მეგობარი და არის მიმტანი რესტორნის. სულ ვეუბნეოდი ხოლმე აქციებზე სულ არ დადიოდა, მაგრამ ვეუბნეოდი, იცი რომ ძალიან ამაყი ვარ შენით მეთქი დედი, იმიტომ რომ სადაც მივდივარ ყველგან შენზე კარგს მეუბნევიან, მე არასოდეს არ მიქია თვითონ, ეხლა ვაქებ ჩემში. ხო, რამდენჯერმე გააკეთეთ კი ეს განცხადება? აი ეხლა ვაქებ, იმიტომ რომ დამჭირდა და მინდა რომ გაიგოს ყველამ, რომ არ უნდა იყოს იქ. ის 4-დან 6 წლამდეც რომ მოიხადოს თორნიკემ სასჯელი, თვითონაც ამას მეუბნება,
მე ვიცი რომ ჩემს შვილს არ მოუპარია, არ მოუკლია. დედები იტანენ, თქვათ, ისეთ შვილებს, ვინც აშავებს, თქვათ, და ის შვილია. და ისინი უძლებენ იმ შვილების ციხეებს და მე რას ვიზამ? თქვენი რწმენით და რისიც გჯერათ, რატომ ზის ახლა თორნიკე ციხეში? რისთვის? ზის ალბათ სახე სადღაც დაფიქსირდა თორნიკეს და რატო იყავი აქციაზე, რატო გაისროლე რაღაცა დაბლა რაც ეგდო. შენ აი უთხრეს მაშინ რომ შენ დააზიანე პოლიციელი, რომელსაც საფეთქელში მოხვდა ქვა და რას ვფიქრობ, იცი? კი არ მიხვდა იმას რომ ქვა ვინმეს მოხვდა. იმან ძალიან კარგად იცოდა არავის რო არ მოხვდა. თქვა თუ გაისროლა. მიხვდა რომ აბრალებდნენ რაღაცას, ტყუილს. და იმოქმედა, მივხვდი რომ ძალიან იმოქმედა. რომ ალბათ ჩათვალა რომ ეხლა ამ საქმეს ალბათ მაბრალებენ. მე უთხარ მაშინვე, მე მაჩვენით მეთქი პოლიციელი, ვისაც ქვა მოხვდა, ჯერ ქვა როგორ მოხვდა, როცა სახეზე აქვს ჩამოფარებული უამრავი რაღაცეები, ხო? მაგას ნახავთ სასამართლოზე, მაგრამ დღემდე მტკიცებულებები არც ერთი პატიმრის არ არის. ჯგუფურ ძალადობას ედავებიან ჩემსას მაშინ, როცა არავის არ იცნობდა. და საერთოდ არც ერთ-ერთმანეთს არ იცნობდა. მონაწილეობას, ოღონდ არა ორგანიზებას. არა, ორგანიზებას არა, მონაწილეობას. ხო, მონაწილეობას 4-დან 6 წლამდე. რას გეუბნებოდათ ხოლმე აქციებზე რომ დადიოდა? აი, რატომ დავდივარ, რისთვის მე ვიცოდი რომ მუშაობდა საერთოდ და მე გადაწყვიტა ბაკურიანში წასვლა სეზონურად მეგობართან ერთად და ამიტომ სამსახურიდან იყო დროებით წამოსული. და ამ პერიოდში სანამ ელოდებოდა რომ წასულიყო ბაკურიანში, უკვე დაიწყო აქციებზე სიარული. მე უთხარი იმ წუთში, იმიტომ რომ ადამიანი დედა, რომელიც 99 წლიდან აპროტესტებს რუსულ რეჟიმს, არ მithქვი არ წახვიდე მეთქი. მარტო ეს უთხარი, წადი, ოღონ იყავი ფრთხილად. არაფერი არ წაიღო მან სახლიდან, პირბადიც კი არა, ჯემპრი ქონდა მაღალყელიანი და დროშა მოიხვია, მეტი არაფერი. მე ვიცოდი რომ ის რასაც ნახავდა აქციებზე, იმ ემოციას ბავშვებისას შეიძლება აყოლოდა ამ ემოციას ისიც, იმიტომ რომ ესე ვართ ყველა. მე როცა მივედი და ვნახე რომ აბრახუნებდნენ იმ რაღაც კედელზე, მე ამხელა ქალს სურვილი დამებადა რომ ამეღო ის რაღაცა ქვა და მეც დამებრახუნებია. პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ვიწვალეთ, ვითომ მოვიტანეთ თავისუფალი საქართველო, მაგრამ მაინც ვერ შეგინარჩუნეთ თქვენ ახალგაზრდებს, ვერა. ბაბდომარის ზუსტად გუშინ წინ ხო ვნახეთ მთელი დღის განმავლობაში როგორ გრძელდებოდა სასამართლოს სხდომა თორნიკესი და სხვა დაკავებული ბიჭების. მაინც გქონდათ იმედი რომ შეიძლება გამოეშვათ? აი როგორ რა შთაბეჭდილებით გამოხვედით ამ სასამართლოდან, ეგეც მაინტერესებს. როცა წინა დღეს 11 პატიმარი უკან გააბრუნეს, მანამდე მქონდა იმედი. როცა ისინი უკან გააბრუნეს, მე უკვე შევეგუე იმას, რომ არც ამათ არ გამოუშვებენ, არც ერთს. აი ხლა ერთს ვერ შეიძლება ვთქვათ, ვისაც მეთაურობას აბრალებენ, ისინი დატოვონ, მაგრამ რაღაცა აი გირაოს სახით, ან რაღაცა გამოუშვან და მიმდინარეობდეს ხო სასამართლო პროცესი. კი, ბრალი რჩება და სხდომებიც იქნება. მქონდა იმედი მაგის, რომ აი რაღაცნაირად შეიძლება აი ესე შეთანხმდნენ და გამოუშვან, იმიტომ რომ ადვოკატთანაც გვაქვს ხო საუბრები და მაგრამ როცა დარბაზში შევედით, ძალიან ბევრი ხალხი იყო და განსაკუთრებით ჩემთან მოვიდა ძალიან ბევრი ჩემი მეგობრები, ქალები მოვიდნენ და მოვიდნენ თორნიკეს მეგობრები. მაგრამ იქ დარბაზი იყო ძალიან პატარა, თავიდან ძალიან დიდ დარბაზში ვიყავით პირველად და მე როცა ადვოკატებმა აცილება გაუკეთეს ჯერ მოსამართლეს და რა თქმა უნდა არ დათანხმდნენ პროკურორები, მე უთხრეს რომ გამოცვალეთ დარბაზი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია მოსული, ნათესავები მარტო ხო არ არის, ზოგს 6 დედმამიშვილი ყავს, ხო სიტყვაზე, მე კაი ჩემსას ერთი ყავს. და შემოვიდნენ ისინი, ცოდვეები არიან. და სასტიკი უარი თქვა მოსამართლემ. მე უკვე მივხვდი რომ მოსამართლე არ გამოიტანდა საჩვენოდ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თავმჯდომარეს სხდომისა, რომელსაც მაგის გულისთვინ არავის საყვედურს არ ეტყოდა რომ დარბაზი გამოეცვალა, ხო, ეს იყო ყველაზე იოლი მისთვის და ეს არ გააკეთა, ის არაფრით არ გამოიტანდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. იმან უკვე ალბათ ვინმე კარნახობდა რომ
ეს პროცესიც დამთავრდებოდა ისე, როგორც წინადღეს პროცესი. მე ვნახე სასამართლოს წინ ძალიან მშვიდი ადამიანი, ცეცხლაძის მშობლები, არიან ორივე მშვიდები. მაგრამ აი გამწარებული მამა. ისე ხმამაღლა საუბრობდა და დედაც. და მეც იგივე დამემართა მაშინ და რა ვიცი ახლა რამდენად ამას დატოვებთ, მინდა რომ დატოვოთ და არ ამოჭრათ ბოდიშსუხტის საზოგადოებას იმ ემოციისთვის, რაც მე მაშინ იქ გამოვხატე, იმიტომ რომ მე გოგოც მახლდა და ცრემლიანი თვალებით მიყურებდა ის შვილი და არ უთქვია გაჩერდიო. და ბოდიშსუხტი ნინოსაც, ბოდიშსუხტი თორნიკეს ჩემი ემოციებისთვის და მე მას მივმართე პირველიდან, რომ მე იცის რამდენად ემოციური ვარ. და არ ინერვიულოს ამის გამო. მე ვპირდები, რომ ვიქნები ყოველთვის მშვიდი. მე მგონი სასამართლოს მერე ეგ ბუნებრივი ემოცია იყო თქვენ. კი. იმიტომ რომ როცა ფიქრობ, რომ ელოდები, რომ კიდე ერთხელ დაინახო იმ შუშეს იქით შენი შვილი, შევდივართ და გვეუბნებიან ბავშვები, გადაიყვანეს უკვე საპატიმროშიო და ჩვენ რა იმათი ბოდვისთვის გვესმინა მოსამართლისთვის. აი გუშინ იმ მოსამართლემ რაც გაიარა ბაბილოს წინ, ის იყოს მაგათი სირცხვილი. იმიტომ რომ ისინი ვერცეთ ვერ შევიდნენ რესტორანში, დაჩოქების გარეშე. წინ კიდე ბევრი ცდომა და მაინც აი რა რისი იმედი გაქვთ თან თქვენ თვითონ ამბობთ რომ სასამართლოს არენდობით დიდათ ალბათ არც ქართული ოცნების დანიშნული პრეზიდენტის იმედი გაქვთ. არა, რასამა. შესაბამისად აი რა გაძლევთ ძალას რა ჩვენ ახლა ვფიქრობთ რომ მიუხედავად იმისა სამსახურები გვაქვს ჩვენც მე ვფიქრობ რომ ჩვენ დედებმა უფრო მეტად უნდა ავიმაღლოთ ხმა. აუცილებლად შევხვდებით პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე არ ვცნობ ყველაშვილს პრეზიდენტად და შევხვდებით ელჩების წარმომადგენლებს ალბათ აუცილებლად. მოვითხოვთ ამას და რა ვიცი და ყველაზე ძალიან დღეს ვფიქრობდი რაც მიყვის რომ არსად არ გამიგონია რომ გამოსულიყოს ეკლესია და ეთქვას რამე საერთოდ ამ პატიმრებზე რომ აი რაღაცა არ ვიცი რა საჩვენო თუ მთავრობის მხარეზე, მაგრამ ყველაზე დიდი გულის გატეხვა არის ეს. მე დიდი ხანი აღარ მწამს მაგათი, მაგრამ მაინც 9 აპრილსაც ეხლა ვფიქრობ, რომ როცა ილია მეორე გამოვიდა და მოუწოდა დაშლილიყო აქცია, ეხლა ვფიქრობ მაგას ამ გადმოსახედიდან, რომ ის არ იყო აქციონერების მხარეზე მაშინ, არა. უბრალოდ ესენი არ დაიშალენ. ის მაშინ იყო რუსეთის მხარეზე. არ ვიცი, ასე ვფიქრობ. ეხლაც იგივე სიტუაცია და ეს კაცი, რა ვიცი, სხვა რამეს თუ ამბობს, იმას თუ ამბობს, რომ რა ვიცი, რასაც ავრცელებენ ეხლა ესენი, თუ მართლა ლაპარაკობს. რაც მიეჭვება საერთოდ, რატო ერთხელ არ გამოვიდა და არ თქვა, რომ რისთვის ზიან ეს პატარა ბიჭები, რისთვის უნგრევენ ცხოვრებას ამათ. არც ერთი არ არის ნასამართლები, არც ერთი. ისე ფიქრობთ ხოლმე იმაზე, რომ აი ანდროჟ ჭინაძის დედასაც ვკითხეს, რომ მართლა 4-დან 6 წლამდე შეიძლება გაატარონ მათ საპატიმროში. მე ვფიქრობ, რომ 4-დან 6 წლამდე ნიშნავს იმას, რომ თუ ესენი ჩასვეს ციხეში, 5 წელი მინიმუმი იქნება რომ ისწევენ რა. არც 4-ს მიცევენ და არც 6-ს, ალბათ 5 წელს, მაინც. მაინც ეგ მაგისტვის მზად ხართ. არ ვარ მზად, მაგრამ უშვებთ მაინც როგას. უშვებ. იმიტომ რომ თვითონაც მითხრა მომწერა წერილი. იქიდან კი გამიკვირდა რომ გამოვიდა წერილი ჯიბეშიედო და კითხე თორნიკე ეს წერილი როგორ გამოაგზავნე, იმიტომ რომ მე დაუწერე ორი სიტყვა დე, ჩვენზე არ ინერვიულო, ჩვენ კარგად ვართ და ამომახევინა ფუძელი. იმ ვისაც მივაწოდე ის ამანათი, არ შეიძლება ქალბატონო და მე მივხვდი რომ თორნიკეს შეხვდა ძალიან კარგი ბადრაგი ადამიანი, რომელმაც წაიკითხა ეს წერილი და მიხვდა რომ იქ არაფერი არ ეწერა და მისცა საშუალება რომ დედისთვის მოეწერა ეს წერილი. რა მოგწერათ? მომწერა რომ მე დედა ჩემზე არ ინერვიულო, მე ვდარდობ თქვენზე, იმიტომ რომ მე 3 წლის წინ გარდამეცვალა მეუღლე და ვიყავი იტალიაში და ვერ ჩამოვედი, იმიტომ რომ ვიყავი 4 თვის წასული. სამუშაოდ იყავით? სამუშაოდ ვიყავი, ბანკის პატარა სახლი, პატარა ეზოთი, მაქვს ნაყიდი კრიშტალ ბანკით, 1 წელი დამრჩა ზუსტად ეხლა
რომ დაიფაროს სესხი და მე დავრჩი 1 წელი ამის მერე იტალიაში, ეს იყო ყველაზე დიდი ამას ვერასოდეს ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი ტანჯვა ცხოვრების ბოლომდე. ვუძახებ თავს, მაგრამ მაინც ვერა რომ მე ის იმ ქვეყანა არა რატო არ წამოვედი ეხლაც ვნანობ ძალიან, რა ვიცი, მეთხოვა ყველასთვის ქართველებისთვის და მოეცათ ის თანხა და წამოსულიყავ. და ამიტომ თორნიკე და ნინო სხვათა შორის ძალიან კარგ ადგილას მუშაობს ბარმენია ნინო და ძალიან მეხმარებოდა თორნიკე განსაკუთრებით. არ ვიცი, ყველა შვილმა შეიძლება არქნას ეს აღებული ხელფასიდან 80%-ს მემაძლევდა ბავშვი, რომ მე ბანკი გადამეხადა და ეგ მომწერა, რომ დედა ყველაზე მეტად როცა გჭირდებოდი, მე მაშინ ახლა არ ვარ შენ გვერდით, შეგიქმენი პრობლემა, ზუსტად ასე მომწერა, ოღონდაც გეფიცები არ მინდოდაო. მე ახლა უთხარი როცა ვნახე, რომ არ იდარდო დედი ეგ, იმიტომ რომ მე არ მეგონა ესეთი გვერდში დგომა. ძალიან გვერდში ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი, არ ვიცი, ყველა შეიძლება ვერ თქვა გილაურის ფონდი, ერთმანეთისთვის ეს არის ყველა და ძალიან ბევრი მეგობარი ჩემი. დუმან მხოლოდ ქოცები, მეგობარი ქოცები რო იტყვიან რა, აი საერთოდ მაშინ თურმე მიხვდები, არ ვთვლი გასაჭირად ჩემ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ელოდები, აბა ვინ მოგიკითხავს ახლა. და თუ მანებდი რამეს პოსტს დავდებდი, ყველა ახმაურდებოდა ხოლმე და ეხლა ეშინიათ ჩემი უკან არ მიიღონ საწინააღმდეგო ის, მაგრამ რატო? ხო შეიძლება რომ უბრალოდ ვიცი რომ მოცდების მომხრე ხარ სიტუაცია, ახლა ყველა ვერ ვიქნებით ოპოზიციაში. ძალიან ბევრმა რა თქმა უნდა გულთან მიიტანა, მაგრამ ძალიან ბევრმა ძალიან ახლობლებმა ვერც გაბედეს რომ ეკითხათ რომ რა მოხდა და დარწმუნებული ვარ ალბათ ზურგს უკან იძახიან რომ ხედავ ღირსები ხართ. თვითონ თორნიკე რას ამბობს, რას გეუბნებათ ციხიდან, ან როგორ არის? არ არის ცუდად, არ ვიტყვი მაგას რომ ცუდად არის, მე შინოდა ძალიან პირველ შეხვედრაზე სახეზე როგორი იქნებოდა ბავშვი, მაგრამ კი უთხარი რომ მე მგონი ცოტა მოსუქებულ ხარ მეთქი. სული ჯექი მეთქი მე უთხარი დედი სამზარეულოში და სული ყავი ტელეფონში, სახლში. და გამთენიას დაიძინებდა, ხო რომ მოდიოდა სამსახურიდან, მე გამთენიას დაიძინებდა და ჩათვალეო რომ ჩვენი სამზარეულოს ხელა ოთახში ვარ ახლა, ოღონდ 6-ნი ვარ თააკო. უხაერობა მარტო დედაო, ამითა ვარ, თორე კარგი ბიჭები არიანო თვითონ კამერაში, იმიტომ რომ შეთავაზა ადვოკატმა თუ გინდა გადაგიყვანო და არაო, არ მინდაო თქვა. სიგარეტს ეწევიან ძალიან ბევრს, თვითონ ისედაც ეწევოდა. ხო და საჭმელს მაინც ახლა ურიცხავთ ფულს, ურიცხავენ ფონდიდანაც და ყიდულობენ, იმიტომ რომ არაფერი არ შედის. ხო შეიძლება ან ხილი შეგზანო, ან არაფერი აბსოლუტურად, იქვე თურმე ყიდულობენ ყველაფერს. რაღაცა თოს წარმოდგენა მაქვს, რომ ის ციხე არის რაღაცა ჯურღმული იქ დაბლა. არაო, მითხრა მე-4 სართულზე ვართო და ფანჯარა არის, მაგრამ გისოსებითო და ესე გადმოვწემთო და მე-4 არაუშავს თუ მაღლა ხართ მე-4 სართულზე, შემოვა მაინც აერი. როცა გადმოწევთ იმ ფანჯარას ახლა იქით ვიყურევითო სადღაც ტრასა გადისო. ხო, წიგნებს კითხულობს, ძალიან უყვარს ლექსები. თვითონ გთხოვათ რამე წიგნის შეგზავნა. მე ახლა ვუგზანი ამ კომუნისტური წყობაში ნაყიდ წიგნებს, ჩემებს, დაძველებულებს და რაღაცას, მაგრამ ვკითხე რომ რა ლიტერატურა გინდა უფრო მეთქი და ლექსებიოდ ახლა რო წავალ ხვალე მეთქი, მუხრან მაჭავარიანს მოგიტან მეთქი, მე ვთხარ ძალიან კარგი წიგნი ახლა ლექსები და ალბათ შევეცდები რაღაცა, რა ვიცი, ახლა ახალი ლექსები, რა ვიცი. კი უთხრა თავის დამ რომ დავიჯერო ახლა 3 წიგნი წაიკითხე უკვე და მეტი რა საქმე მაქვს. თვითონ აქვს იმედი რომ შეიძლება ამ გამოუშვა. არ ვიცი, რის იმედი აქვს, მაგრამ აქვს ძალიან გარეთ ხალხის იმედი, ტელევიზორი აქვს კამერაში და მითხრა რომ დიდი ამბებიაო გარეთ ჩვენს გამოო და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს პროცესი არ ჩაცხრებაო. თქვენც თქვით რომ არავისი და არაფრის არ მეშინიაო. ამ ბრძოლაში როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები მიხვალთ და როგორ წარმოგიდგენიათ ეგ ბრძოლა? არ მეშინია, საერთოდ ვარ ძალიან ძლიერი ადამიანი ყველაფერში, რა უსამართლობას ვერ ვიტან. მე პირველი ყოველთვის მithქვია რომ მე თუ ჩემი შვილი დააშავებს, მე ვიქნები პირველი, ვინც წინაღუდგება ამ იმას რა, რომ
დააშავებს მოიხადოს სასჯელით. ეხლა არაფერი არ დაუშავებია ამისთვის, უბრალოდ სირცხვილია, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის სასჯელი მოიხადოს თან საკუთარ ქვეყანაში, საკუთარმა სასამართლომ. გააკეთოს ეს, ხო? თქვენ რას გრძნობთ? აი ეს ბრაზი არის უსამართლობის განცდა, აი სხვა ადედებსაც ვკითხეთ ეს. როგორ დაახასიათებდით იმ ყველა შეგრძნებას, რაც ახლა გააქვთ ამ ყველაფრის გამო? ძალიან ბრაზი, ძალიან უსამართლობა. აი უსამართლობა, აი არ ვიცი რა. განა რა სუხტიან ამ ბიჭებს, ამ პოლიციელებს, რომ აფარებული აქვთ სახეზე ნიღბები და იმალებიან. არ ვიცი. ალბათ ეშინიათ, ასე ვფიქრობ. ეშინიათ რეჟიმის. ეშინიათ ამ ერთი ადამიანის. ალბათ რა ვიცი რა ეუბნებიან ყურში ამ ბიჭებს, რომ განაჩენს გამოუტანენ, იმიტომ რომ ვინც ხმა მოიღო, ჯერ დატოვა ქვეყანა და მერე ილაპარაკა. ჩემსავით საქართველო, მე მგონი არავის არ უყვარს, მეთქი ასე ვფიქრობ და ყველას რომ ჩემსავით უყვარდეს საქართველო, ალბათ აი და ასე ვფიქრობ, რომ ჩემსავით რომ ქვეყანა უყვარდესთ, ამათ თუ არა ბევრს უყვარს. ალბათ მეთქი არასოდეს არ იქნება ესეთი მდგომარეობა. იძულებულს ხდის ერთი ოლიგარქი კაცი, რომელსაც ამ ქვეყანაში არ უცხოვრია. ამ ქვეყანაში არაფერი არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ვიღაცებს მიცა რაღაცა გაზი, რაღაცა სახურავები და ისა, რა ქვია იმას, რაღაცა მრგვალი თეფშები, რომელსაც არავინ აღარ იყენებს. და ამის გულისთვის საქართველოს საკუთარ ბოსტნად გადააქცია. მე ეს თავშივე ვიცოდი, რომ ეს ასე იქნებოდა, მილიონერი ისე არ მოვიდოდა ქვეყანაში. ჩემი ქვეყანა და ეს არის პროტესტი, იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით ეს სახელმწიფო, მას არ შეუქმნია. თუ რაღაცა ეკლესიას გუმბათი დაადგა, საყდრისი ააფეთქა და მთელი ოქრო სახლში წაიყო, ხო? ამას ხო ხედავთ. რომ მოგეცეთ შესაძლებლობა ხელისუფლებას ვკითხოთ რამე ამ ამბავზე, თუნდაც თქვენ შვილზე, რას კითხავდით, ან რას ეტყოდით? ახლა როცა თორნიკე არის ციხეში, თქვენი 25 წლის შვილი. რას ვეტყოდი და არ ვიცი რომელს ყავს ჩემი შვილის ტოლის შვილი. თუმცა ალბათ უკვე ისინიც გაიზარდნენ ამასობაში და დიდები არიან. არ ცხვენიათ თავიანთი შვილების. აი ვკითხავდი ირაკლი კობახიძეს, რომელიც გამოდის ცინიკურად რაღაცას ცინის. ვკითხავდი კახი კალაძეს, არ ცხვენიათ თავიანთი შვილების, როცა თვითონ დიდრდებიან ჩვენ ხარჯზე. რატო? აი რატო? კითხვას დაუსვამდი, აი რატო? რა დავაშავეთ ჩვენ, რომლემაც ამდენი ვიბრძოლეთ და დღემდე მოვიყვანეთ ქვეყანა. აი რა დავაშავეთ? რატო უნდა იყოს ეს ქვეყანა ბიძინასი და არ უნდა იყოს ჩვენი შვილების? აი რატო? ჩვენ ერთხელ კიდევ მივალთ სასამართლოს წინ და ვნახავთ როგორ გამოვლენ იქიდან ბორკილ დადებული ირაკლი კობახიძეც, კახი კალაძეც და კიდევ სხვები, ვინც არიან, ვისაც დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი. და აუცილებლად პასუხს აგებენ ისინი დედების ჩემთვის, ჩემი გამწარებისთვის და ჩემნაირი მშობლების გამწარებისთვის და ამ ლაღი ბავშვების ციხეში გამოკეტისთვის, იმიტომ რომ ჩემი შვილი იყო ძალიან ლაღი და ძალიან რთულია, როცა იღვიძებ და იცი რომ არ ძინავს მას სახლში და რა არ ვიცი სად როგორ პირობებში ძინავს. ძალიან ძნელია. ამიტომ თხილად იყვნენ ურჩევდი. მათაც ყავს შვილები და ცხოვრება ბუმერანგია. თხილად იყვნენ.